ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით, ვიმყოფებით თბილისში, ოთარ ლორდ-კიფაენძის 30 ნომერში, სადაც საკუთარი მაღაზიიდან გესალმებით მომეცა მაგის ბედნიერება და დღეს ყავს სტუმრად ირაკლი, ჩემი მეგობარი, რომელიც მოგვეხმარება და გაგვარკვევს რა მივიღეთ და საერთოდ რაში გამოიყენება. რა გვაქვს დღეს წარმოდგენილი ამ მაღაზიაში? პირველ რიგში არის ეს მონადირეებისთვის განკუთვნილი, რა თქმა უნდა. იარაღის მოყვარულებისთვის. ისე შეგახსენებთ, რომ მაღაზიას ქვია მონადირის სახლი. მონადირის სახლი და კიდევ დავაფიქსირებ, რა იარაღი ჩვენი უფლება არის, მეგობრებო. კი ბატონო, ნამდვილად. ესე ვთქვათ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა გემოვნებაზე, ყველა მოთხოვნაზე და თან მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ რაღაც გარკვეულწილად ბიუჯეტზეც იყოს გათვლილი ეს აღნიშნული პროდუქცია. იწყება, რა თქმა უნდა, მაღალი კლასიდან, საშუალო და ცოტა შედარებით ბიუჯეტური კლასით. Vector Optics-ი დაფუძნდა 2005 წელს, უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა ძალიან მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა საქართველოში რა. მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა საქართველოში და მეორე თემა ის არის, რომ რატომ Vector Optics-ი, იმიტომ რომ ეს არის ალბათ ოქროს შუალედი ხარისხსა და ფასს შორის. დიახ. მართლა ოქროს შუალედია. მოახერხეს ხარისხი დაამხიეს ფასს. კი, რა თქმა უნდა, ეხა საკითხი დგას ისე, რომ რაღაცა ეს ზეპირი წაკითხული არ არის რა, ანუ გამოსტილი გვაქვს პირადად მე დაწყებული იარაღიდან, დამთავრებული შაშხანამდე, რა ვიცი, მე მგონი ყველაზე Vector Optics-ის ნაწარმი მიყენია და გამოსტილი გვაქვს, ასევე YouTube-ში სხვადასხვა მეც მიყენია 22 ლერზე, ხო, მიყენია Vector Optics-ი. და ვხმარობ იდეალურად. მე რა მაინტერესებს, იცი, Vector Optics-ი გვთავაზობს თუ არა მაგალითად ისეთ ლინზებს, რომლებიც უძლებენ უკუცემებს. მაღალი კალიბრის უკუცემებს. ხო, ეგ ცოტა საჭიროებო კითხვა არის ყველასთვის. ჩვენ პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ კონკრეტული მოდელები რომლებსაც შესაბამისად კომპლექტაციაში და პასპორტში უწერია კონკრეტული კალიბრები, რაზეც იმუშავებს. ეს რეალურად იქნება გარანტია იმისი, რომ ჩვენ რომ ვეუბნებით, რომ კონკრეტული მოდელი, რომელსაც დააყენებს 300, რომ აიქნება 3006 300 ვინმაგი თუ ლაპუა მაგნუმი 338-საც უძლებს? კი. კაი, გაჩვენე. გარკვეულ მოდელზე, ახლა რაღაც კონტინენტალის სერიებზე, მაგალითად გარკვეულ მოდელებზე, long range-ებზეც წარმოებულს უწერია, რომ 50 BMG კალიბრზეც შესაძლებელია ვამუშაოთ. სამწუხაროდ არ ვიცი ხა თუ საბედნიეროდ საქართველოში 50 კალიბრი კანონით დაშვებული არ არის, გამოიყენო, მაგრამ ახლა Vector Optics-ზე კიდე მინდა რა ვთქვა, რომ ეს არ არის რაღაც კონკრეტული ნიშა და უშუალოდ ახლა რა თქმა უნდა უკეთესი ბრენდი არ დაილევა თავისთავად. და ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია დღეს საქართველოში, მარტო საქართველოში არა. ამათ აქვთ დაახლოებით 100 ქვეყანაში თუ არ ვცდები, ზუსტად ციფრი არ მახსოვს, მაგრამ თავის წარმომადგენლობა აქვს, ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს შტატებში. შტატებისთვის ცალკე ბაზარი არის, ცალკე ვებგვერდია ოფიციალური მაგათი, სადაც შესაბამისად ევროპული ფასების და შტატების ფასების განსხვავდება, არ ვიცი რატომ, მაგრამ მებადება ესეთი რა, მე მაპატია რომ გაწყვეტინებ საუბარს, კითხვა მებადება ავტომატურად რა, რომ ამერიკელებისთვის რამე განსაკუთრებულს ამზადებენ და დაუშვათ საქართველოსთვის სხვა რამე კეთდება, არა? ერთი და იგივე არის, ანუ ამას სრული გარანტიით გეუბნები, არლენ. ეს საფრანგეთში გაგზავნილი იქნება ტაურუსის Gen 2 მოდელი შტატებში თუ საქართველოში ერთი და იგივე აბსოლუტურად. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. მაქვს სასიამოვნო სიახლე ჩვენი არხის ერთგული მაყურებლებისათვის, მონადირეებისათვის და არა მარტო თქვენთვის. პრემიუმ ხარისხის ძაღლის საკვები იტალიიდან, Top Premium. უკვე საქართველოშია. Super ფასად. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი Happy Pet G-ზე, შეიყვანეთ პრომოკოდი Marleni და მიიღეთ ფასდაკლება. ან დარეკეთ ნომერზე 206 09 და გამოიყენეთ პრომოკოდი Happy Doggy. კვებე სიყვარულით.
შეიძლება ერთ-ერთი მოდელი მაგალითად შევარჩიოთ და ამ მოდელზე 1-2 სიტყვით უბრალოდ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, რაში გამოიყენება, რა ფასი აქვს და სად შეიძლება რომ შეიძინოს, მაგიც გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრები მოწადინებულები არიან ჩვენთან მოვიდნენ. მოდი ნებისმიერი ერთ-ერთი მოდელი გამიხილოთ. მე რასაც ხედავ, ხო, თვითონ 5-იც კი საკმაოდ პრეზენტაბელურად გამოიყურება და ანუ აშკარად შექმნილი არის ვიზუალურადაც და ყველანაირად ტოპ კლასის ვარიანტად, ხო? რეალურად ეს კონკრეტული მოდელი, ეს კოლიმატორი არის Vector Optics-ის პრემიალური სერია, ანუ პირველი, ყველაზე ტოპ ლაინი, რასაც ეძახიან. ეს არის Paragon სერია. პრიზმული ოპტიკა. ხშირად გავიგონებთ პრიზმული რას ნიშნავს? მოდი ეგეც ავუხსნათ ახლა ჩვენს მაყურებელს. პრიზმა აქ ამას პირდაპირ ანუ 4 ჯერადი გადიდებით არის, საშუალო მანძილებზე სამუშაოდ. აჰა, საშუალო მანძილი რა დისტანცია? ოპტიკა არის, ну ხშირად უძახიან ხოლმე კოლიმატორს, პრიზმულ კოლიმატორს, მაგრამ რეალურად არის პრიზმული ოპტიკა. კოლიმატორის რო უწოდოთ, მე მგონი არ ეწყინება ამას. გასაგები. ну რეალურად კოლიმატორის სტილში არის. ოღონდ შესაბამისი ბადით, როგორც ოპტიკას. დიახ. პლუს გადიდება აქვს, ოღონდ ფიქსირებული გადიდება აქვს. რა თქმა უნდა, რა საშუალო დისტანციებიო წეგან ახსენე და რა დისტანციაზე შეიძლება ვამუშაოთ? ჩემ პირად მაგალითზე რო თქვა, 4x-ი აი მაქსიმუმ გააჩნია მოცულობას ობიექტის ალბათ 300 მეტრი. 300 მეტრი, გასაგები. ვიცი პიროვნებები, რომლებიც მექანიკური 300 მეტრის 300 მეტრი, მაგრამ ну რა ვქნა ეხა რაღაცა საშუალო ასაკში ცოტა ბედრებისთვის აუცილებელი არის პრიზმული რატო არის კარგი. მე როგორც მახსოვს, მან კიდე თვალზეც ერგება, ხო? ანუ ну რა თქმა უნდა დიოპტრია აქვს, ამას დიოპტრია გვაქვს ჩათვალეთ რომ სათვალე პლუს მინუსი. ანუ შენ იმის თქმა გინდა რომ მაგალითად ასტიგმატიზმიც რომ მქონდეს ადამიანს, იმასაც შეიძლება მოერგოს, ხო თვალზე? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მქონდა შემთხვევები რამოდენიმე, როდესაც კლიენტმა ხა საწყინათ არ მინდა შეიძლება მიყურებდეს მე და საწყინათ არ მინდა მიიღოს. მაგრამ არ იცოდა რომ ასტიგმატიზმი ქონდა. აჰა. აღმოაჩინა რითი. აი ამ პატარა მოწყობილობით, წერტილოვანი კოლიმატორით. ლაზერით გადადის წერტილი ლინზაზე და იქიდან აი ძალიან მარტივი ინფო თქოთ არ ეკულა ხდება უკვე ჩვენ თვალზე, ხო? დიახ. ვისაც ასტიგმატიზმი აქვს, ანუ ხშირად ხედავენ როგორც ფიფქი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ну ეს არის პრემიუმ კლასი ვექტორში ფრენზი სერია არის, Vector Optics-ის და ძალიან წმინდა, ძალიან კარგი წერტილი აქვს. ხედავენ როგორც ფიფქი. სხვათა შორის მე მახსენდება სათვალით როცა შევხედე, ფიფქი დავინახე მაშინ რა. და რომ მოვიხსენი, მე უკვე კარგად ვხედავდი, ანუ ჩემი სათვალე ხელს მიშლიდა მაგ მომენტში. შეიძლება ხო ახლა ვის მინუსი პლუსი იმის მიხედვით რა. აი მაგალითად ტელეფონითაც რო გადაუღოთ, აი ფოკუსი რომ მივიყვანოთ, ხო? ტელეფონში და წერტილზე და რასაც გადაიღებს რეალურად ისე ხედავს ნორმალური ადამიანი. კიდე ამის შემოწმების რამოდენიმე მეთოდია, ახლა ზეპირად აღარ მახსოვს, მე ალბათ სხვა გადაცემა მივუძვრათ ამაზე. ძალიან საინტერესო თემები აქვს ასტიგმატიზმს. ეხლა რა შეეხება ასტიგმატიზმი ვისაც აქვს? გარდა ოპერაციის, თვალის ოპერაციისა, მონადირეებზე მაქვს საუბარი, მსროლელებზე, სპორტსმენებზე, პრიზმული ოპტიკა. ანუ თუ არ გვინდა რომ ოპტიკური სამიზნე დაყენდეს. პრიზმული კოლიმატორი, რომელიც ну, რა თქმა უნდა, გრავირება აქვს ბადე. მე მინდა ვცადო და დავანახო მაყურებელს. არ ვიცი, გამოგვდის არ გამოგვდის, მაგრამ ცოტა აქეთ აი ცოტა მაგალ აი ცოტა რთული არის ამისი ჩვენება. მოკლედ, მეგობრებო, ხო, არ ვიცი ხა რამდენად კარგად გამოგვდის თუ არა, მაგრამ ერთი ვარიანტი გვაქვს, აი ფაილის სახით გვაქვს, ასე რომ ვთქვათ, მობილურში. თუ რას ხედავს ზოგადად ადამიანი, ხო? და რა ვითარებაში? ასტიგმატიზმზე, ხო, პრინციპში როგორი რაღაცა იცი, არის ორი ვარიანტი. დაუშვათ ვისაც ასტიგმატიზმი აქვს. დიახ. და არის კიდე ვისაც თვალის სიმშრალე აქვს. ესენიც, ეს ადამიანებიც ხედავენ გაბჟღალულად, რა ესე რო ვთქვათ. აი უხეშად
აი შეგახედებთ დაახლოებით წარმოუდგენა რომ გქონდეს. ეს არის ნორმალური თვალი. დიახ. მე უკვე აი ეს ხედავენ, მე ზოგი ასტიგმატიზმის ვარიანტი. ეხლა მაგალითად ეს არის მულტირეტიკალი, ვისაც აქვს რა, რომელ კოლიმატორს, ანუ წრე, წერტილი, ან წრე წერტილში ხა ერთ-ერთი მოდელი გვაქვს ეგეთი რა, ანუ ეცვლება, აი ეს მოდელი არის, რომელსაც აქვს წერტილოვანი multi-retical body-ს ცოტა ქართულად არ ვიცი როგორ ითარგმნება, მაგრამ ნუ ეხლა ყველასთვის ცნობილია multi-retical, ანუ ცვლადი სამიზნე აქვს რა. დაახლოებით მაგალითად ესეთი წრე წერტილში. აი ასტიგმატიზმის ადამიანები, ვისაც ასტიგმატიზმი ჭირს, შეიძლება ეს ხედავდნენ, ანუ წერტილს ფიფქივით და წრეს აი ეს რამოდენიმე წრეეთ მაგალითად. ასევე შეიძლება მცირე გადაღლაზეც და თვალის სიმშრალესაც იწვევს, აი ეს წვეტილად ხედავდნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეფექტი აქვს კოლიმატორს. დიახ. ხო რა, მით უმეტეს კონკრეტული ბრენდის ეხლა რაც შეეხება კარგი ბრენდის კოლიმატორებს, ეხლა ეს იქნება Vector Optics-ი, Vortex-ის, Trigicon-ი, Holson-ი, ხო? ორიგინალები, ნუ გამორიცხულია, რომ რაღაც მსგავსი თუ მართლა ქართული დეფექტი არ აქვს, რაღაც ესეთი ვარიანტი იყოს. ესეთი ვარიანტი თუ აღმოჩნდა, ნიშნავს, რომ ან თვალის სიმშრალე აქვს ადამიანს, ან ასტიგმატიზმი აქვს. და მე ამის ტესტირებებიც არის, მე ალბათ გაუზიარებთ მაყურებელს, როგორ უნდა შეამოწმონ ეს. აი მაგალითად, აი ეს, ხო, ხედავთ ფიფქს. დიახ. ან ასტიგმატიზმის twins არის შეპრობილი, ან ვისაც დაღლილი აქვს თვალი. კოლიმატორს ვატრიალებთ, ესე რომ ვთქვათ, ანუ პოზიციას უცვლი, ხო? ვაკვირდებით რა, თავს არ ვამბობთ, ვაკვირდებით ესე და ესე. თუ ეს ფიფქი შესაბამისად მიყვება, აი ესე ფიფქის ფორმა გადაყვა, დიახ, თვალის პრობლემაა. თუ ფიფქი დგას, ანუ თავს ეს თავი დგას და კოლიმატორს მოძრავებს და ფიფქიც დგას, ხო, მაშინ ესეთი იმის ბრალია, რა ქვია, მოწყობილობის ბრალი არის ესე. ეს ამასაც გაგიზიარებთ, დაახლოებით როგორ შეიძლება დავტესტოთ რეალურად აი ეს ვარიანტები ჩვენი თვალი. ასტიგმატიზმი ვისაც აქვს და კოლიმატორს ხმარობს, ანუ red dot ესე რომ ვთქვათ, წერტილოვანი სამიზნე, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს შეამციროს წერტილის დონე. კარგია მათთვის ასევე, ნუ სტანდარტულად ხშირ შემთხვევაში 3 მოა არის წერტილი. დიახ. თუ წერტილი მაგალითად არის 2 მოა, იმას უფრო კარგად დაინახავს, მკვეთრი გამოსახულება იქნება და არის ვარიანტი ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ green dot-ი უფრო კარგად დაინახოს, ვისაც ასტიგმატიზმი აქვს. ანუ მწვანე. რა საინტერესო ვარიანტია. ფერების გადაყვა აქვს? აი ამას მოყვება ზუსტად ეს მწვანე dot-ი აქვს, ანუ მწვანე წერტილი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული კომბინაცია, რა ვიცი ხა ნებისმიერ თვალზე მისაღებია, ჩემი აზრით ეს მისაღებია, რა ვიცი, სასაჩუქრეთაც, ანუ კომპლექტი არის. აი უცებ კი, ძალიან გვაინტერესებს. გვაინტერესებს ძალიან. პრეზენტაბელური არის. ნამდვილად. რა ვიცი, მე ძალიან მომწონს, ძალიან მიყვარს, ესე რა თქმა უნდა, მანუალი. ისე კითხულობს ამ მანუალს მე. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონი მოგვიწევს მეგობრებო, იმიტომ რომ სხვანაირად შეიძლება ვერ გაიგოს ადამიანმა რა. დამატებით გარდა გადამყვანი ფეხისა, სხვანაირი ფეხის მოყვება, დაბალი. რა ტიპის იარაღებზე დგება? ნახევარად ავტომატურ შაშხანებზე შესაძლებელი არის, ეს წაღებული აქვთ მონადირეებსაც. ბოლტიან შაშხანაზე აქვს დაყენებული. Bolt action-ებზე. Bolt action-ზე და ანუ შესაბამისად ემოციებითაც მითხრეს რომ ძალიან კარგია, ძალიან კარგად ხმარობენ ესე რომ ვთქვათ. მოკლე საშუალო მანძილებზე, ანუ რა გვაქვს ხო? გვაქვს 4x-ი, 4-ჯერ გადიდება რომ თუ რაღაც სამიზნე ობიექტი 150, 200, 300 მეტრამდე არის. ეგრევე პრიზმული კოლიმატორი ოპტიკით უმიზნებთ. დიახ. ნომერში უცებ სწრაფი დამიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ეს იხსნება. მთელი კომპლექტაცია მოხდება. რა იხსნება? ეს იხსნება. ხო, ეს იხსნება და დგება ეს ამაზე მაგრდება. აჰა. ეს წერტილოვანი კოლიმატორი. ანუ რა გვაქვს? კომპლექტში გვაქვს 4x-ი და ეგრევე
მოკლე მანძილზე 50-30 მეტრიდან უკვე წერტილოვანი კოლიმატორი. ძალიან ეფექტურია. ძალიან რაღაც ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მოდელი ძალიან ტაქტიკურია. ეს როგორც ნახევრად ავტომატურ შაშხანებზე შესაძლებელია ტაქტიკურ ვარიანტში, სპორტული სრულისთვისაც და სანადიროდ კიდე ვფიქრობ, რომ ვინც დააყენა უკავშირი იყო, რომ მართლა ძალიან კომფორტულია. ხო, არა მოიწონა ხალხმა ესე. ზოგი მაგალითად მე პირადად მიჩვეული ვარ LPV ოპტიკებს, რაც მიყენია დავუშვათ 1-დან 8x-მდე. მაგრამ ღია კოლიმატორი, კი რა თქმა უნდა, ორი თვალით მიჩვეული ვარ, მაგრამ ღია კოლიმატორი მაინც უფრო სწრაფია მოკლე მანძილზე ვიდრე LPV ოპტიკა. კი, მოხერხებული რეაგირებისთვის თან ეს green dot-ია, მწვანე dot-ია და ასე რომ ასტიგმატიზმი გექნებათ მეგობრებო, თვალის სიმშრალე რა თქმა უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და რა ჯობია რომ მივკვნაოთ თვალებზე, მაგრამ გასაგები არის. ხო, ყოველ შემთხვევაში გადასარევი გადაწყვეტილება არის ჩემი აზრით და მე მაინტერესებს ამ კონკრეტული მოწყობილობის ფასი. ფასი გვაქვს 1200 ლარი კომპლექტში. და რატო ასეთი ძვირი სხვა მოწყობილობებისგან განსხვავებით ახლა ჩვენ აქ გვაქვს საკმაოდ ისეთი ლმობიერი ფასები მოდერნული ფასები გვაქვს, მაგრამ ანუ ჯამში რო აიღო ჩათვალეთ რომ ორი კომპლექტში არის 2 სამიზნე. გვაქვს ორი მოწყობილობა ფაქტიურად, ხო? გვაქვს რედოტიც, ანუ გრინდოტიც რა, კოლიმატორიც. შესაძლებელია ცალ-ცალკე რო აიღო ეს სიტყვაზე ვიძახი ხა. ნებისმიერი აქედან სამჯერადი გადიდებით, ხო? დიახ. იგივე პრიზმული კოლიმატორი, ეს 4ჯერადი არის. აჰა. ნუ ეხლა 780 ლარი ღირს და ნუ ყველაზე ესეთი შედარებით ბიუჯეტური ფრენზე ესეც 383 ლარი. დიახ. აი ეს ვერსია. ხო, ვერსია. აი კომპლექტში რო ვიგულისხმოთ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბიუჯეტურია და რავი, ძალიან მეგობრული ფასია. საბოლოო ჯამში მეც ნამდვილად მიტოვებს უკვე მაგ განცდას, რომ აბსოლუტურად მისაღებ ფასში არის და ალბათ მაგას უკვე ჩვენი მაყურებელი გვეტყვის. მეგობრებო, ხო, შეგვეხმიანეთ, მობძანდით, ნახეთ თქვენ თვითონვე აქაურობა და რა ვიცი, გითხარით ვარგა თუ არ ვარგა. ეს ფასი ამ კონკრეტული მოწყობილობისათვის. ეს როგორც ხვდები ახლა რახან ცალკე მოწყობილობაც არის. შეიძლება თუ არა რომ მაგალითად პისტოლეტზე დავაყენო. დადგება პისტოლეტზეც? ნუ კონკრეტულ პიროვნებას გააჩნია შეიძლება ასეთ არც უნდადეს ზემოდან გრინდოტის დაყენება და პირდაპირ ესე მარტო ამით ისარგებლოს, ხო? ნუ შესაძლებელია ეს იარაღზეც გადააყენოს. მოყვება ყველანაირი ტიპის სხვადასხვა ზომის ჭანჭიგები იმისთვის რომ შესაბამის მოდელზე მოერგოს ამას plates ეძახიან რაც უნდა დამაგდეს იარაღზე. ნუ მიუხედავად იმისა სხვადასხვა მოდელი სხვადასხვა ჭრილი აქვს, ხო? შესაბამისად ესეც გათვალისწინებულია რომ მაქსიმალურად მოყვება ყველაფერი. ძალიან მაგარი არის. მე ეს მოდელი კიდე დავამატებ 12 კალიბრზეც აქვს დაყენებული. ჩემთვის მაგალითად ეს კონკრეტული მინი მოდელი არის. რომელიც რაუთ იარაღზე გათვალისწინებული, მაგრამ ტოპზეც აქვს დაყენებული კონკრეტულ პიროვნებებს. ჩვეულებრივად მუშაობს 12 კალიბრზე. და როგორც აღნიშნეთ, ეგ მოწყობილობა გამოიყენება იმისათვის, რომ მცირე დისტანციები დავფაროთ, ასე რომ ვთქვათ, ხოლო ეს მოწყობილობა უკვე რომელსაც პრიზმული ქვია თუ რა ქვია, როგორც პრიზმული ოპტიკა. პრიზმული ოპტიკა, რომელიც ხო, კოლიმატორი, რომელიც უკვე გამუშავებს რეალურად უფრო 100, 200 და 300 მეტრზეც ალბათ კი. ობიექტსაც გააჩნია, ორი ერთში ესე ვთქვათ. ორი ერთში, გადასარევი არის. მოკლედ, მეგობრებო, ორი მიზანი ერთ მოწყობილობაში. ხო, მოკლედ, მეგობრებო, მე ჩემი თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან მოსაწყენი მოწყობილობა არის. არ ვიცი, რამდენად 1200 ლარი არის თუ არა მოხერხებული ფორმა გადასახდელად, მაგრამ თუ ვინმეს გეძვირებათ, მობძანით გითხარით, თქვენი ხელში დაჭერით, ალბათ მიხვდებით ძვირია თუ არ არის და ვისაც გეიაფებათ, გელოდებით, მობძანით ლოფტკიპაინძის 30 ნომერში და შეიძინეთ გაგვახარებთ ძალიან მაგრად. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. რაც შეეხება Paragon-ის სერიებს და Vector Optics-ის Frenzy სერიებს, წარმოებლის მიერ მოყვება VIP ბარათი, ანუ VIP warranty, მთელი ცხოვრება გარანტია. წარმოებლის უკვე გაცხადებული აქვს ამ მოდელებზე, რომ მთელი ცხოვრება გარანტირებულად იმუშავებს. ვა, საინტერესო. ობიექტურად ვთქვათ, არ ვიცი რა უნდა იმუშავოს მთელი ცხოვრება, მაგრამ ალბათ ძალიან სხვა კლასია რა, იგივე
კიდე მე სხვა გადაცემას მივუძღვით ალბათ კონტინენტალის სერიებზე მინდა ვილაპარაკო, რაც ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო ოპტიკა. მოკლედ, მეგობრებო, კონტინენტალებზეც ვისაუბრებთ, თუ კი გამოიწერთ არხს და შეძლებთ, ასე ვთქვათ, თვალი გვადევნოთ, არ გამოგრჩებათ ეს თემაც და აბა ხე, ყოჩაღად. შეხვედრამდე.